ტერორი და ძალადობის ფაქტები სწორედ ამ მძიმე რეალობაზე ყვება სინდისის პატიმარი ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა უკანონო პატიმრობაში იმყოფება გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში. სინდისის პატიმარი ციხიდან ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე და ძალადობაზე, რომელსაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები მის მიმართ ჩადიან. ნიკოლოზ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე თვის წინ ის სრულიად უმიზეზოდ გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც ნაცისტური დაჯგუფების წარმომადგენლები დახვდნენ და სწორედ ეს ადამიანები მსჯავრდებულები და ბრალდებულები ნიკოლოზ ჯავახიშვილზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს. სწორედ ამის შემდგომ ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 28 წერილი გაუგზავნა ციხის უფროსს, რომ შეხვედროდა მას და მოეთხოვა სხვა საკანში გადაყვანა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი წერილისა და მოთხოვნის მიუხედავად ნიკოლოზ ჯავახიშვილს არავის შეხვედრია ციხის ადმინისტრაციიდან. ბოლო წერილი მან რამდენიმე დღის წინ მიწერა და სწორედ ამის შემდგომ ჰქონდა ციხის ადმინისტრაციას რეაგირება, ის გადაიყვანეს სხვა საკანში, თუმცა ნიკოლოზ ჯავახიშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა ის დააბრუნონ იმ საკანში, სადაც სინდისის პატიმრები იმყოფებიან. ჯავახიშვილი ამტკიცებს იმას, რომ არაერთი წერილის მიუხედავად ციხის ადმინისტრაცია არ დაინტერესებულა იმ პრობლემით, რა პრობლემებიც რეალურად სინდისის პატიმარს აქვს სხვა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით. ის ვრცელ წერილში ამბობს იმასაც, რომ ციხის ადმინისტრაცია მასზე ძალადობს და სწორედ ძალის ხმიერი მეთოდებით გადაიყვანეს ის ერთი საკნიდან მეორე საკანში. ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ასევე დაიწყო შიმშილობა იმ მიზეზით, რომ ის გადაიყვანათ იმ საკანში, სადაც სინდისის პატიმრები იმყოფებიან, თუმცა მოუწია შიმშილობის შეწყვეტა, რადგან სხვა შემთხვევაში ციხის ადმინისტრაცია დაპირდა, რომ თუ არ შეწყვეტდა ის უკიდურეს ფორმას, ასეთ შემთხვევაში შანსი არ ექნებოდა იმისა, რომ დაებრუნებინათ უკან იქ, სადაც სინდისის სხვა პატიმრები იმყოფებიან. ახლა ისე მჭირდება თქვენი თანადგომა როგორც არასდროს. დავიწყე შიმშილობა იმ მიზეზით, რომ ბატონი რამაზი ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არც მნახულობდა და არც განცხადებაზე არ ჰქონდა რეაგირება. ვითხოვდი ადამიანურ საცხოვრებელ პირობებს საკანში. მიუხედავად იმისა, რომ 28 განცხადებისა და 2 პოსტისა ვთხოვდი ადამიანურ პირობებს. ამ მხრივ, როცა შიმშილობა დავიწყე ყურადღების მიქცევის მიზნით, ბატონმა რამაზ ფირცხალავამ გადაწყვიტა ამ სისასტიკით დავესაჯე. ხმა არ ამომეღო და გავჩუმებულიყავი, გავჩერებულიყავი, რადგან აქტიური ვიყავი როგორც ციხის საკითხებში, ისე გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. გადამიყვანეს C კორპუსზე, სადაც იმყოფებოდნენ სხვა მსჯავრდებულ ბრალდებულები, მათ შორის ნაცისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი. შიმშილობა უნდა შემეწყვიტა, სხვანაირად იმ საკნიდან არ გამიყვანდნენ, ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც 4 საათი იქ ვიყავი. მკითხეს, სადაც იყავი იმ საკანში დაბრუნდები თუ სხვაგანო. მე რა თქმა უნდა ვუთხარი, ისევ იქ, E კორპუსში 38 კამერაში. როცა გავიგე, რომ D კორპუსზე მივყავდი, არ მივდიოდი. ცოტაოდენი ძალის გამოყენებით წამიყვანეს D კორპუსის საკან 129-ში. აქვე ვიტყვი, რომ მე ვერ გამაჩერებთ და ვერ გამაჩუმებთ. მოვითხოვთ ამობრუნონ ჩემს ძმებთან, რეზო კიკნაძესთან, მინდია შერვაშიძესთან და ირაკლი ნადირაძესთან. E კორპუსში 38 კამერაში. სიყვარული თქვენი თანამებრძოლი ნიკოლოზ ლეიტენანტი აკაცუკი ჯავახიშვილი. 29-ში ნიკამ უკიდურეს ზომას მიმართა, რომ პენტენციური მოვალეობის შემსრულებელს რამაზ ფირცხალავასთვის შეხვედროდა რაღაცნაირად და კონკრეტულ საკითხებზე ელაპარაკა. კარანტინში რომ იმყოფებოდა, მაშინ კითხა ბადრაგმა, როგორ გირჩევნიაო, შესაკანში წაგიყვანაო, თუო სხვა საკანში გადაგიყვანაო. რა თქმა უნდა, ნიკა ეტყოდა, რომ თავის ჩემს საკანში მინდაო და თავისივე სიტყვები არის, რომ ჩემს საკანში დამაბრუნეთო. 4 საათის შემდეგ ძალისხმიერი მეთოდით აიყვანეს, როგორც მიყვებოდა, აქეთ იქიდან მოკიდეს ხელი ბადრაგებმა და D კორპუსში გადაიყვანეს. და მას შემდეგ ეხლაც D კორპუსში არის და ასევე ისევ და ისევ ითხოვს დირექტორთან შეხვედრას, ითხოვს თავის საკანში დაბრუნებას. პრინციპში ეს არ არის პირველი მიმართვა ნიკოლოზ ჯავახიშვილის მხრიდან. ის უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს ციხის ადმინისტრაციას გააგებინოს, თუ როგორი იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება სწორედ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზ ჯავახიშვილის არც ერთ ოფიციალურ განცხადებას, როგორც თავად ამბობს, ციხის ადმინისტრაცია არ პასუხობს. ახლა ყოველ შემთხვევაში ნიკოლოზ ჯავახიშვილს უკვე შეწყვეტილი აქვს შიმშილობა, თუმცა აანონსებს, რომ კვლავ მიმართავს უკიდურეს ფორმას იმ შემთხვევაში, თუ მას არ გადაიყვანენ სწორედ იმ საკანში, სადაც რეზო კიკნაძე, ირაკლი ნადირაძე და სხვა სინდისის პატიმრები იმყოფებიან.